მოგესალმებით რადიო პალიტისა და პალიტატივის ეთერში ყველაზე საქმიანი გადაცემა თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს. მე ვარ გიორგი გალანდაძე, დღეს საქმე წარმოგიდგენთ. სოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა წამყვან 4-ეულშია. ავსტრიულმა კომპანიამ თბილისში 3 საავადმყოფოს მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. თბილისის მერია კი სოციალურ დაუცველებს შეშით მოამარაგებს. და კიდევ თავი თემა რთულსა და თვალშორის რა ხდება საქართველოს აგროსექტორში და ჩვენ შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უპასუხებს. მე შეგახსენებ ჩვენს ტელეფონის ნომრებს 2017-139 2018-139 დაგვირეკეთ. ან შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი შეკითხვები პალიტატივის ვებგვერდზე www.palitativ.g. თუმცა სანამ ბატონოთათა პირველი კითხვით გადავალთ, მანამდე მოკლედ თუ რა არის ამ დროისათვის ყველაზე აქტუალური PPN-ის ვებგვერდზე სოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული ბიზნეს წარმოების სიმარტივის ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან 4-ეულშარი მე-4 ადგილზე. ბიზნესის წარმოების სიმარტივის ყოველწლიური შეფასების თანახმად გასული წლის განმავლობაში ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებელი რეფორმები ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დაახლოებით 90%-მა განახორციელა. როგორც სოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ივანო ხალორანმა თქვა, ბიზნეს წარმოების ანგარიშის შეფასებაში საქართველოს ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს. საქართველოს ეკონომიკის და განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა სოფლიო ბანკის ანგარიშს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბანკის მიერ გამოქვეყნდა რეიტინგი, სადაც საქართველოს პოზიცია 199 ქვეყანას შორის შარშან წელთან შედარებით იგივე ადგილზეა დარჩენილი. საქართველოს არის იმ 18 ქვეყანაში, სადაც ორი რეფორმა განხორციელდა, ეს არის მშენებლობის ნებართვების მიმართულებით, კერძოდ მშენებლობის ნებართვების გაცემის კვლავ დაჩქერება და ასევე სასამართლოში პროცესზე საბუთების ელექტრონულად ატვირთვისა და წარმოების შესაძლებლობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმები მნიშვნელოვანია. ეს რეფორმები ყოველწლიურად უნდა გატარდეს. ვიმედოვნთ, რომ წელს გატარებული და დაგეგმილი რეფორმები ბიზნესის მარტივად კეთების რეიტინგებზე მომავალში დადებითად აისახება, აღნიშნა დიმიტრი ხუმსიშვილმა. ავსტრიულმა კომპანიამ თბილისში 3 საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ თქვა, ტენდერი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით იყო გამოცხადებული, არის დასრულებული და როგორც საგანელიძემ თქვა, ალბათ ამის შემდეგ გამოცხადება თუ რა იქნება მეორე ეტაპი, რა უნდა გააკეთოს ამ კომპანიამ და რა ვალდებული ექნება მას. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა საქართველოში ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიმართულებით. თბილისის მერია კი ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას იწყებს. დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის ხდომაზე რეგიონულ გამგეობებს სამშობლო ბაღების მართვის სააგენტოს და თბილსერვის ჯგუფს დავალება მისცა, როგორც ნარმანიამ თქვა, სოციალურ დაუცველი მოსახლეობა, რომელსაც არ გააჩნია გათხოვების საშუალება, მომარაგებული იქნება შეშით. და მთავარი თემა საქართველოში ერთი თველი დასასრულს უახლოვდება და მეორე ნარინჯისფერი უკვე ახლოვდება. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამოწოლო გადამუშავებისთვის განკუთვნილ ეგრეთწოდებულ არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს იწყებს. გასული წლის მსგავსად პროექტის ფარგლებში კომპანიები, რომლებიც 1 კილოგრამ სამოწოლო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არ ნაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან 1 კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. მანდარინის რეალიზაციის პროგრამის ბიუჯეტი იქნება 2 მილიონი ლარი. სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. უფრო მეტ აგროსექტორში არსებულ მდგომარეობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გვეტყვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენს ტელეფონის ნომრებს 2017-139 2018-139 დაგვირეკეთ, ან შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი შეკითხვები პალიტატივის ვებგვერდზე www.palitativ.g. დიდი მადლობა ბატონო ოთარ, რომ გამონახეთ, რომ მოგწანდით ჩვენთან და პირველ შეკითხვა მაინც მინდა დაგიცვათ ყველაზე უფრო შედარებით ცხელი თემით, რომელიც ამ დროისთვის გამოქვეყნდა საინფორმაციო სააგენტოებში, კერძოდ როს სელხოსნაძორმა აკრძალა ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შეტანა საქართველოდან. უფრო დეტალურად გითხრათ რა შეესახება. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში რაც შეეხება განცხადებას, ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ეს გახლავთ 2008 წლის შემდეგ არსებული მოცემულობა.
ეს უბრალოდ არ ვიცი რას ემსახურებოდა ამ განცხადების გამოქვეყნება, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ აკრძალულა, რაც არ იყო აკრძალული 2008 წლის შემდეგ, მოგესალმებით 2007-ში დაფიქსირდა საქართველოში პირველად აღნიშნული ჭირი და შესაბამისად 2008 წლის შემდეგ რუსეთში ექსპორტი დაიხურა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე. ამ ეტაპზე გახსნილია თევზი და თევზის ფქვილი, ანუ ამ მიმართულებით არაფერი არ შეცვლილა, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ამ განცხადებას, ეს ასე იყო 2008 წლის შემდეგ და ეს ახლა ნამდვილად არ წარმოადგენს. და დღევანდელ მდგომარეობა როგორია ამ კუთხით ახლა? ჩვენ ყველა მიმართულებით მუშაობთ, ბუნებრივია უწყებების დონეზე, რაც შეიძლება რომ სამსახურება ერთმანეთთან თანამშრომლობის ფორმატში მიაღწიონ შედეგს და ამ მიმართულებით პირიქით მოგახსენებთ, რომ ჩვენ გუშინ დავაანონსეთ პრაქტიკულად, რომ წვანის ექსპორტზე მოხდა პრინციპული შეთანხმება და ყველა ტექნიკური ნიუანსი შეთანხმებულია, მათ შორის მეთოდოლოგია და თანამშრომლობის ასპექტები, ასე რომ პირიქით მე ვიტყოდი, რომ უფრო პოზიტიური განვითარება აქვს ამ ურთიერთობასა და თანამშრომლობას, ვიდრე რაღაცა ესე ვთქვათ ნეგატიური და არანაირ სიურპრიზებს ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვეღარ. ამის მე ვიცი საქართველოში პრინციპში არც არ ყოფილა 2008 წლის შემდეგ მსგავსი ფაქტები. თუ დაავადებაზე გვაქვს საუბარი, ეს არ გამოვლენილა, ჩვენ ყოველწლიურად ვეწევით ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ერთობლივად მონიტორინგს და ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ თუ დაფიქსირდება აუცილებლად ეს უნდა განთავსდეს სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც არის საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში და შესაბამისად ნამდვილად მე დაგიდასტურეთ, რომ ეს არ დაფიქსირებულა 2008 წლის შემდეგ. შესაბამისად ჩვენ გვაქვს პოზიციები და ეპიზოდიურად ისეთი პროექტები გვაქვს დაწყებული, რომელიც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც ჯერ შეიძლება არ იყოს იმ სახით, რა სახითაც ჩვენ გვექნება უკვე მომდევნო წლის პირველ კვარტალში მაქსიმუმ. საუბარია თუნდაც გადასახადი ტრასებზე, თუნდაც იდენტიფიცირების პროცესზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს სახელმწიფო, რომელიც ცალსახადია იქით, რომ საქართველო იყოს ეპიზოდიურად ძალიან კეთილსაიმედო ქვეყანა რეგიონში. ახლა მაცნობები რომ სატელეფონო ზარია და შემდგომ განაგრძოთ საუბარი ჯერმოსუნაც ფრენას გამარჯობა. ალო. ზანეთ. აგიორი გამარჯობა თვითონ ბატონ ნოთარს. ბატონ ნოთარ, ერთი ძალიან მტკივნეული საკითხი მინდა გითხრათ ახლა თქვენ კახეთში მევენახეობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ხელოვნური გუგურა არის თევზის მოსაშენებლად რა. აი თუნდაც სიგნალიდან რომ გადახედოთ, თითქმის ალაზნის ძველი არის, აი ბები არის თვალში გვხვდება ძალიან დიდი რაოდენობით და ეს ბების რაოდენობა იზრდება. რამაც გამოიწვია მიკროკლიმატის შეცვლა, მევენახეების სჭირდებათ უფრო მეტი წამლობა ვენახზე და ხარისხი იკარგება. აქედან გამომდინარე, აი საშუალება მომეცა რომ ეს პრობლემა თქვენთან მომეტანა, ან გარემოს დაცვის სამინისტროზე იქნებ კოორდინირებულად, ან რაღაც გეგმაზომიათ, ან შეისწავლეთ, თუ დაიკარგება მთელი ეს უნიკალური მხარე რა. ჩვენ მევენახეობა დაიკარგება ამ გუგურების გამო და ძალიან ვთქვით ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდოს მთელი სამინისტრო, პირადად თქვენი იმედი გვაქვს. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ზარისთვის და ჩვენობები 2017-139, 2018-139 დაგვირეკეთ. მოდი რახაც ჩვენი სვენელი შეეხო რაღაც გულწრფელად მევენახეობის თემას დასრულდა კახეთში და მალე დასრულდება უკვე დანარჩენ საქართველოშიც. კარგი შედეგები შეგვიძლია უკვე რომ აუცილებლად რა თქმა უნდა მიუხედავად მე ვცდილობ რომ მაქსიმალური ნეიტრალიტეტი დავიჭირო მის კომუნიკაციასთან ან არასწორ კომუნიკაციასთან მიმართებაში და ამიტომ ვეცდები რომ ძალიან დოზირებულად შევეხო ამ თემას, მაგრამ როგორ შევეხო ესეც არ გამოვა, იმიტომ რომ რეალურად მაქსიმალური ინსპირირება ხდებოდა თავიდანვე, მანამ სანამ რეალურად აქტიურ ფაზაში გადავიდოდა რთველი რო იქნებოდა პრობლემები, მე პარალელურად გავალ აუცილებლად თუნდაც გუშინდელ გადაცემებთან დაკავშირებით, რომელიც წინასწარ აანონსებს, რომ იქნება ნარინჯისფერი რთველის პირობებშიც პრობლემები და ამ დროს იწყება რეალურად სამკვირაში დაახლოებით სეზონი და მათ შორის სამრეწველო გადამუშავების კიდევ უფრო მოგვიანებით, ანუ ეს უკვე მოუთითებს არაობიექტურობაზე და ძალიან საწყენია, რომ შეიძლება ეს ადამიანები ამ ინფორმაციამ შეიყვანოს შეცდომაში და პრობლემებია ჩვენ ამას ვერანაირად ვერ მივესალმებით. რაც შეეხება რთველს ფაქტის სახეზეა, ჩვენ წელს მივიღეთ ყველაზე დიდი რაოდენობის ყურძენი, ეს გახლავთ 153,000 ტონაზე მეტი და საერთოდ საქართველოს ისტორიის მანძილზე ამდენი ყურძენი არ მიღებულა და არ გადამუშავებულა. საერთოდ ჯამში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე რეჟიმზე 3 წლის შეჯამების კურსით და ვთქვათ, რომ დაახლოებით 380
$1,000,000 შემოსავალი მიიღოს გლეხებმა ამ სამი თვლის პირობებში და $359 მილიონ მეტი შემოსავალი. ანუ ეს არის საერთო ჯამში ეს 359,000 ტონა უკაცრავად. შესაბამისად ეს არის ციფრები, ჩვენ როდესაც შეიძლება რაღაცა კონკრეტულ თემაზე ვიკამათოთ, უნდა ვთქვათ სტატისტიკა, უნდა ვთქვათ ციფრები და ეს ყველაფერს ესე ვთქვათ ძალსახად ცხადყოფს. ეს გახავთ მოცემულობა, მე ასევე მინდა გითხრათ, რომ რაჭაში მიუხედავად იმისა, 2-3 ლარის მოლოდინი იყო, 5 ლარი დაფიქსირდა წელს ფასი და მე ვფიქრობ, რომ რაჭოლები არიან ძალიან გახარებულები, რთული იქაც დასრულებულია და როგორ შეიძლება ასეთ რთულს არ უწოდოთ წარმატებული. მე უბრალოდ არ მესმის ელემენტარული ობიექტურობა ამისთვის საჭირო, რომ ეს ყველაფერი შეფასდეს. თან იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დადის გაჩანზაღებისკენ მიყვავს მევენახეობა, მეღვინეობა, მათ შორის ასევე ძალიან რთული, ახლა ცოტა მეტად კრიტიკული ვარ ალბათ დღეს, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი უწყებისთვის პირველი პრიორიტეტი არის გლეხი, ფერმერი, მეურნე, სოფლის მეურნეობა და თუ აქ დემოტივაციას ექნა ადგილი, თუ აქ ხელოვნურად შეექმნა განცდები, რომ ამ დარგში პრობლემებია, რომ ამ დარგში რაღაცა არ სწორდება, არ კეთდება, თან იმის პირობებში, როდესაც რადიკალურად შეცვლილი სურათია, როდესაც 59 მილიონიდან მილიარდამდე ასული, ესე ვთქვათ, მატერიალური მოტივაცია დარგში. ეს გულისხმობს როგორც საბანკო სექტორის ჩართულობას, ჩვენს ხელშეწყობის პროექტებს, თანაფინანსების პროგრამებს, უცხოურ ინვესტიციებს, 20 მილიონი იყო მხოლოდ გასულ წელს უცხოური ინვესტიცია. ამ პირობებში ეს უბრალოდ არის არა მხოლოდ ის, რომ შეიძლება უწყების მიმართ იყოს არაობიექტური კრიტიკა. კრიტიკა ჩვენთვის არის პირველი ამოცანა, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ჯანსაღი კრიტიკა, მაგრამ არაობიექტურობა უბრალოდ ქმნის დემოტივაციას დარგში, რომელსაც ყველაზე მეტი სტიმული ჭირდება დღეს. მხოლოდ საქართველოში არა და განსაკუთრებით საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე დეგრადირებული იყო ეს დარგი, ყურადღება არ ექცეოდა და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ერთიანი თანადგომა და ობიექტურობა. სხვაშორის, როდესაც ჩვენ ერთხელ დაგვითმია ამ თემისთვის საერთოდ რომ იყო პრინციპში ორი პოზიცია, ანუ ეს არ იყო ცალსახად რომ ან ერთი მხარე, მეორე მხარე და იყო საბოლოო ჯამში შევთანხმდით იმაზე, რომ იმ ხალხს, რომელსაც აქვს პრობლემა ყურძნის განსახების კუთხით, მათ შეუძლიათ გარკვეული სხვა ალტერნატიული საშუალება მიმართოს, მაგალითად თვითონ დაწურონ ღვინო, იგივე არის ღვინის ბიზნესის თემა, ტურიზმის თემა და ასე შემდეგ. თუნდაც ეს, ისევე იგივე მე გუშინდელთან გაავლების ეპარას ეს ცინიზმი, სარკასტული დამოკიდებულება, ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს იმ ადამიანებისა, რომელიც ამას აკეთებს და მით უმეტეს, როდესაც სოფლის მეურნეობაზე და გლეხებზე საუბარი. ძალიან გულდასაწყვეტია, მე გულწრფელად გეუბნები, ნამდვილად არ სრული არ მქონდა ამ თემებზე მესაუბრა, მაგრამ მე უბრალოდ უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ პრაქტიკულად გამოდის დარგის დისკრედიტაცია, რაც მიუღებელია პრაქტიკულად. მე ასევე გეტყვით, რომ ჩვენ თავიდანვე დავაანსვეთ იმ რისკების შესახებ, რომელიც განვითარდა თვლის მიმდინარეობისას, მათ შორის იყო იქ ვაზის აჩეხვის ინსცენირება და როგორი საერთაშორისო მოცემულობა იყო, მე მგონი მთელ საქართველოს დაინახა აბსოლუტურად ცუდად დადგმული სცენარი, მოდით ასე ვთქვათ და ჟურნალისტი არა ვარ, რა თქმა უნდა და მე არ შემიძლია და არ ვიქნები სწორი რომ შევაფასო, მაგრამ ძალიან პროფესიონალური იყო ეს მთელი სცენარი, რაც გაკეთდა და სამარცხინო დასრულდა კიდევაც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ის, რომ ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნება ჭარბი ყურძენი, ჩვენ ჩავიბარებთ, მაგრამ ასევე მოიწყო სპეციალური რეალიზაციის ადგილები და 30,000 ტონაზე მეტი ყურძენი გავიდა რეგიონებში წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა, გლეხი, როდესაც აწარმოებს, მას უნდა შეუქმნა რეალიზაციის ბაზარი. ჩვენ ამის უზრუნველყოფაც გავაკეთეთ ყველაფერთან ერთად. მათ შორის საბაზრო ეკონომიკას დაუტოვეთ ფასების განსაზღვრის პოლიტიკა. ჩვენ ამაში არ ჩავერიეთ და ეს იყო მოთხოვნა მიწოდების საბრძოლეთ, მხოლოდ როდესაც ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ, ეს არის აუცილებელი წინაპირობა, სხვა შემთხვევაში უბრალოდ არაჯანსაღი იქნება დარგი და ვერ განვითარდება. მათ შორის კონკურენციას ვერ გაუწევს, მით უმეტეს მეღვინეობაში ალბათ ყველანი თანხმდებით, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა მსოფლიოში. კი, რა თქმა უნდა. თუმცა ხმა მაგათ უყურებდი რაჭაში, სადაც შაშრენ საკმაოდ რეკორდული ფასი დაფიქსირდა კილოგრამ ყურძენზე. წელს ბუნებრივია გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ იქ მე მგონი მსგავს ხელმძღვანელობას კი რაღაცა ახლოსაც არ იყო. ნამდვილად ასე იყო. კახეთში. არც კახეთში არ იყო ეს, მე ამასაც გეტყვით, ეს იყო უბრალოდ მართული გუნდი თავიდან, რომელთაც მოახერხეს და ესე ვთქვათ, არასწორი წარმოდგენა შეუქმნეს სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი გლეხები იყვნენ, ფერმერები, მეურნე ადამიანები, მევენახეები და
და ბუნებრივი ადამიანი ყოველთვის ცდილობს მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ესე ვთქვათ მოცემულობა. ეს ჩვეულებრივი პროცესია და ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს ასე არ იქნება. და ყველას მეტი უნდა უნდოდეს ყოველთვის. ეს არის ჯანსაღი და სწორი პროცესი. რა თქმა უნდა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ რეალურად სურათი ასეთი ნამდვილად არის. იყო იქ გარკვეული გუნდი, რომელიც თავიდან იყო და ბოლოს უკვე ჩვენ როგორც შევხედეთ, მოვლენები ისე განვითარდა, თანამოაზრეებიც კი ვეღარ იპოვეს, როდესაც მათ რეალური სიმართლე გაიგეს თუ რაში იყო საქმე, მოცემულობა და ერთი ძალიან მარტივი მიზეზი ჰქონდა ამას ყველაფერს. ჯერ დაწყებული არ იყო, რთველი აქტიურ ფაზაში არ იყო შესული და წინასწარ იყო ნებათა ღელვა იმაზე, რაც არ იცოდნენ რეალურად რა სურათი იქნებოდა. ეს იყო საბოლოო ჯამში და მე ყოველ შემთხვევაში ყოველდღე პრაქტიკულად თითქმის ჩავდიოდი რეგიონში თქვენ იცით და ადგილზე ცნობოდი როგორც ჩაბარების პროცესს ასევე ხვდებოდი გლეხებს. რა თქმა უნდა, მათ ერჩინათ დიდი ფასი, მაგრამ ეს იყო საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოცემულობა. თვითაკეთა გამომდინარე, მომავალ წელს შეიძლება თქვა კიდევ შეიცვალოს რაღაც და ბუნებრივია. რა თქმა უნდა, აუცილებლად ეს არის მეორე პირობა, ბუნებრივია, მომავალ წელს რა ფასი იქნება. ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ ვცდილობთ 2013 წლის ნიშნულზე დავბრუნდეთ, იმიტომ რომ 2014 წლის ექსპორტის მაჩვენებლები იყო პიკური და ასეთი მაჩვენებელი წელს ნამდვილად ვერ იქნება, თან ვითვალისწინებთ იმას, რაც ხდება რეგიონში და მე მგონი ამას დიდი ახსნები არ ჭირდება, ავიღოთ თურქეთი, ავიღოთ უკრაინა, ავიღოთ ზოგადად რუსეთი, რუსეთსა და ევროკავშირის შორის არსებული მოცემულობა, ამიტომ ჩვენ უნდა ადაპტირება გავაკეთოთ მოცემულობის და დივერსიფიკაციის პროცესზე. კიდევ უფრო აქტიურდებით, თქვენ იცით რომ ჩვენ შარშან დავიწყეთ და ძალიან არატრადიციულ ბაზრებზე გავიტანეთ ქართული ღვინო და ეს არ არის მარტივი. ყველა, ანუ ღვინის ბიზნესთან ახლოს სპეციფიკა მდგომარეობს რაში, რომ იგივე იტალია, საფრანგეთი პირობითად ექსპორტის კუთხით დამოკიდებულია 60-70% ერთ ან ორ ბაზარზე. იმიტომ რომ ეს არის ტრადიციული ბაზრები, სადაც ის ცნობილია, მისაღებია და შესაბამისად არის პოპულარული. ჩვენ ახლა გავდივართ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით 2017-139, 2018-139 დაგვირეკეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით.